დღეს არის განსაკუთრებული დღე. დღე, რომელზეც ჯერ კიდევ მაშინ ოცნებობდი, როდესაც ნოე დაბადებულიც არ იყო. დღეს მე, ნინი, ნოე და ტაისონი დავრჩებით ტყეში. ეს იქნება ჩვენი წლისა და 5 თვის ნოეს პირველი ღამე ტყეში. დარჩით მეგობრებო ჩვენთან ერთად და არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ ჩვენს არხს BBR Outdoors. დღეს მე, ნინი, ტაისონი და თავარი გმირი ნოე წამოსულები ვართ ტყეში. დღეს იქნება ნოეს პირველი ლაშქრობა დარჩენით. ახლა თამაშობს. დიდი ხის ტოტი იპოვა და კანებს აცხის. ახეთ ნინიც აქაურობას ვასვობთ ახლა სადაც კარავი გავშალოთ. ვართ უზარმაზარ ფიჭვნარში შემოსულები. აქ ყავს მანქანა უამრავი ნივთით და აი ამ ადგილზე გავშლით ახლა კარავს. მოკლედ მეგობრებო, დარჩით ჩვენთან ერთად, საინტერესო ვიდეოს გადავიღებთ, ბევრ გემრიელობას მოვამზადებთ და რაც მთავარია, ნახავთ როგორ იქნება პირველი დღე ნოესათვის ტყეში. ეს სრული დღე, დღე-ღამე. და კიდევ რაც მთავარია, დღეს არის ტაისონის დაბადების დღე, 13 ივნისი, ტაისონი გახდა 5 წლის. ესე შემთხვევით დაემთხვა ჩვენი ტყეში წამოსვლის დღე და ტაისონის დაბადების დღე, სახლში აღვნიშნეთ უკვე და დანარჩენს ტყეში გავაგრძელებთ. მოკლედ მეგობრებო, დარჩით ჩვენთან ერთად. მოდი მე დაგეხმარებ წამო. ხო, ვერ. მიდი. მაგრო. აი ეს გავშალოთ ახლა. და ეხა უყურე ნოე. ამოვიდა მთლიანი კარავი. ესეც ასე, კარავი გავშალეთ. ეს არის ქემშიარიდან მაქვს House Mountain-ის კარავია, ზამთრის. და დღეს წამოვიღე იმ თემაში რომ კარგი ზომის არის და ნოეც უფრო თბილად გვეყოლება. ნოე, მოგეწონა კარავი? ნინი არაგებს შიგნიდან კარავს და მე და ნოე გარეთ ველოდებით. აი გააღო დედა. ნოეს საყვარელი ხილის ჯერია ახლა. ბანანი. როგორ შევა. კარგია ნოე ბუნებაში? კარგია კარვით წამოსვლა? მე მეგობრებო ცოტა ხანში ცეცხლს დავანთებ, რომ ჩვენთვისაც გავამზადოთ საჭმელი. შეშას მოვიმარაგებთ. აქ წაქცეული ხე ბევრი არის, დავხერხავ ნაწელებად და აქვე დავანთებ ცეცხლს. ისე რომ კარვისკენ არ წავიდეს კვამნი, იქით ქრის გონი ქარი. ახლა არის ნოეს ჭამის დროს და მიირთმევს მაწვნის წვნიანს. მაწვნის კერძს. ძალიან უყვარს თან ნოეს ერთ-ერთი საყვარელი საჭმელია. მამიკო, კიდე მიეცი. გადმოგიგდო გირჩი 1 2 3 ჯალამაზი გირჩი. გადმოვაგდო. ტაისონი რო უკან გველოდება ნოე. მოსკუბდა. ეგ მამიკოს ჭირდება. ძალიან მოგერე განცი. მოიც 1 2 სა. ოი. 1 2 სა. მოიცა? მი თვითონ უწყა სერიოზულად მე არ ვუყ. უბრალოდ მიკიდია ხელი. ეხა ეს გავასწორებ მოიცა ნოე? მიდი. ოჩო. მოიცა?
ვაიმე რა მაგარი ბიჭი არის. ესე გამჩეხოთ. ცოტა დიდი ბიჭი რო გაიზრდები, რომ გეცოდინება გამოყენება, მე გიყიდი შენ ფისკარსის პატარა ნაჯახს. ცეცხლი აინთო. რა კარგი სუნი აქვს. კი. ნუ იცი ახლა სადაც ვართ, აქ ჰაერი რო ძალიან სასარგებლო არის, ფიჭვების სურნელიც, ტვერი. რასაკეთებ? ნუ მაიჩემო მანქანას ჩაჯდამ. კამერა, ეს გჭირდება ნუ წყალი მედადეტიკოს. აუ საიდანღაც გაზდის ამ წყლის გამოსდა. ჩაის ხა? კი. მეგობრებო, არ გეკონოთ რომ მანქანაში ჩავსვით და არ უშვებთ. თვითონ ითხოვა. როცა ვეუნებით გადმოსვლაზე, არ გადმოდის. კიტრი უნდა და ახლა ნინის მაგას სხავდა. რასაცილი. ჩაჯდა ნინი. აიღო და ჩაჯდა. მე შამპურებს მომზადებ მეგობრებო, ნინი საჭმის გამზადება დაიწყო. დღეს მოკლედ შენ მოამზადებ ქათმის ფირეს ახლა რაც უნდა გავაკეთოთ და საღამოს კარტოფილს მე მოვამზადებ. კარგი. უბრალოდ თუ გინდა შენ გათალე. წინაზე ვიდეოში რო გავთვალე კარტოფილი კუბიკები ვით იყო. ხო, ვიცი, საფრთხე თქოსრიშვა. ის ბოთლი გამიფუჭდა მეგობრებო, ჯიპ კემპის დროს რო ვიყენებ ხოლმე, აი, ონკანი ვითროა გზედვე რა. წინაზე მე გიო და გეგა რო ვიყავით, საბარგულიდან გადმოვარდა და ეთყობა დაზიანდა და გაზდის და მანქანაში სულ გაუშვია წყალი უკან სალონში. ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ახალს ვიყიდი მე გამოვიწერ. კაი რაღაც კარგად გამომაგდა რა. ამოშ ბატონს უნდა კამერა. გინდა? აჰა. ეგრე ვერ გადაიღებ. მოიცა თითი ეფარება ამ ხარ. აი მოკიდე ხელი. ესე მოკიდე. აი ამ ხელს აფარებ, აი. ეს თითი ჩაწიე, აი ეგრე. ეხლა ჩანხარ. თით თუ არ დაადებ ლინზას გამოჩნდები. ახლა ვიწყებ მოკლედ ფილის შეზავებას. ოპა, ნუ ეგ GoPro მომეცი არ შეიძლება. მოდი ბუდის შევები გამოვიყენოთ. სვანურმარილს დავაყრე, რადგან შენ სხვამარილი არც გაქვს. სვანურია ნახდი და მაგიტო. ესე იგი დავაყრე სვანური. ნუ იმრას გადაუვა რა. მაგის ნათლელები და რაღაცები. არ გინდა ნუ ეს არ შეიძლება. აუ მაგრად მშია მეგობრებო. ნორმალს დავამატებთ კონდორს. კონდარი ხო გინდა? ძალიან მიყვარს მე კონდარი. შენ როგორც გიყვარს ისე გააკეთე, მე ხო ის მიყვარს. ხორცთან მიყვარს უზომოდ. აუ ეს როგორ გაფუჭებული ხონია ბადრი. ხო, ეგ პირით ვსადე მაგის მოხსნა და ჩამეკბიჩა. იაკეთ ნაკოჩხელს დავხედო. ნაკოჩხელი გჭირდება კარგი, ამიტომ შეშას დავამატებ. ესა დაჯდა ნინი შეხედე. მაიმუნა. მას დავკეცა მოეთორე შეიძლება მოწყვიტა. აი მეგობრებო, რო და გაფუჭდა, აქედანაც გაზდის. აქედანაც და ძალიან ცუდია რა. რაღაც სათამაშო აქვს ესეთი. ცხენი. ნუ ეს ახსი რბილი როა და ვითომ ეგ არის ეთყობა. ნუ ეს ცხენზე ნოე. იხტონავე.
ნინი ჭრის სალატს. კარგი ბიჭი ხარ ნოე. რასაც დაინახავ შვილი. მშობელთან იმას იმეორებს მე თვითონაც. სახში რო დაიჭერს ხოლმე ნოე იატაკის ჯოხს, ან ტვერსას რო ტის თავს, აი ესე უსმევს. ან რამე ტილოს რო აიღებს, ძირს უსმევს. მაგასაც სვანური მარილი მოვაყაროთ, ხო? ხო. ჩემი მეორე კარგი ბიჭი სად დაიკარე? აი იქით არის რაღაცას თხრის რამდენი ხანია. ტაისონ, მოდი ჩვენთან. ნინი მწუხელ ტორტის გამოუცხო ტაისონს, ნუ რა თქმა უნდა ძაღლებისთვის ტკბილი არ შეიძლება, მაგრამ აი ძალიან ცოტა არაფერია რა. ტორტი გამოუცხო, ტაისონი ეწერა, აგერ ზემოთად მე ფოტოს ან ვიდეოს ჩავსვავ. დილას სანთელი აუნთეთ, ჭკუაზე არ იყო. 3 საათზე მოვჭი მისი ტორტის გაკეთებას. 5 წელია, ეს უკვე მეხუთე დაბადების დღე, ტაისონს სულ უღნიშნავთ ხოლმე დაბადების დღეს, ეს სანთელს უკეთებთ ტორტზე ან ნამცხვარზე. მე კიდევ დიდ სტეიქს ვყიდულობ ხოლმე ტაისონისთვის დაბადების დღისთვის. ეხლა დღეს რადგან ტყეში მოვდიოდით, აქ აღარ ვიყიდე ეგ მერე. ამდენი ქათამი შეჭამა, რაღაც სტეიქს შეჭამს. საჩუქარს ვყიდულობთ ხოლმე ყველა და ასე და სულ ხდება და ძალიან უხარია რა. არ გეგონოთ რომ ცხოველი თავის აი ეგეთ რაღაცას ვერ მიხვდება. შეიძლება ეხლა არ იცის რომ დღეს დაიბადა. მაგრამ ჩვენ რო აღვნიშნათ რომ გვიხარია და რაღაც მაგას ხდება და დავსვით ნოე და ტაისონი ტორტი დაუდეთ. ოღონდ ნოე მაგდოს 400-ზე იყო, მანქანაში უნდა და ჩაჯდომა. კი. აკრეთ ტაისონის დაბადების დღე აღვნიშნეთ და ესე ბედნიერად დაგვემთხვა დღეს ბუნებაში გამოსვლა. ტაისონის საყვარელი მომენტი რაც არის და თავისივე დაბადების დღეს აღნიშნავს ბუნებაში. ნინი, აი აქეთა მიმართულებით დადე ჯობია. ასე? ხო, ეგრე. ნოე, რას მივთ მე? მანახე? ხახვის რგოლი აიღო ჭამს. ვცდილობთ მე და ნინი ბავშვობიდანვე რომ ჯანსაღად გამოვყვებოთ. სულ ჯანსაღ საჭმეზე რასაც ქვია და ესეთი რაღაცებით მინდა შევაყვარო. ხახვი და ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ ბავშვებს ზოგადად არ უყვართ. ბავშვებს უყვართ უფრო ტკბილეული და ეგეთი რაღაცები, რაც ძალიან ცუდია ბავშვისთვის რა. კატავა ტრიალუობა. ოხ, კაი გამოდის. და ესე ნამხელა ბიჭი ხარ 5 წლის და ქვევით თამაშობ კიდე? საით გადაგიგდებ იცი? აი იქით. ამას ეგონა იქით უგდებდი, მაგრამ მაინც იპოვის შანსი არა რომ სუნით ეგ არ იპოვოს. აი ხო გითხარით იპოვის მეთქი. მეორე ხופია იყო. ეს მეორე მეძებარი აგერ არის. ხახვებზე მონადირე. ნუ რა სერიოზული ხარ? ერთი ჩამოვარდა ხო? კი. ძალიან გემრიელი გამოვიდა ნინი. იგი ყობა. თან წვნიანია. კი. ძალიან პატარებად არ დავჭრი ბადრი. არა ხო. უბრალოდ ესე გავჭრი აი. მოსახერხებელი რა იყოს. ძალიან კაია. რამდენი ხანია? აი ესეთ პური არ გამისინჯებს. აი მე ეს და როგორ მიყვარს. დღეს გვაქვს დარღვევის დღე. ეს აქ ცოტა დაღმართი არის და აი ესე დავჭრები მე. მშვიდად არის? რასაკეთებს? რაღაც თამაშობდა ყოლობით. აბა გავშვინჯოთ. განკა. თქვენ გაყოლება კავკასიონზე ნინის არის გუბერი, თორე? ყველამ თავს დაგანახებდი საათი და ვაგაში მოკლებულია.
ამრხსენ ნენერა გავაქტიურდებით უფრო კარგი ამინდები წამოვიდა და შესაბამისად ნუესთან ერთად ბევრგან წავალთ. ზაფხულში სადაც წავალთ, ყველაფერს გადავიღებთ და ამარხზე უფრო ვიაქტიურებთ რა. ერთანდათან უკვე ნუე რო გაიზრდება, მე და ნუე შევძლებთ რომ ბევრი მაგარი რაღაც გადავიღოთ. აი ხა ზამთარში არ ამგონია ჩემებურად, მაგრამ რავი, ამდენი წლიდან დრო გვიჩვენებს. მეც დავლიო, მოიცა? მოიცა? მოსაღამოდა და ნოემ თბილად უნდა ჩაიცვას შედარებით. აუ, როგორ გიხდება, ნოე? ესე რო შეაქეფ აი მეგობრებო, როგორ გიხდება, არამე რომ მე ძალიან უხარია ხოლმე. ახლა მე და ნინი აი იმ ბოთლში იქ რო აკდია. გავიკეთეთ სიყავს. საყვარი. მოდი ჩემთან ახლა ნოე, მოდი. ამოახრა დედას მოუწყვიტოთ ყვავილი და მიუტანოთ გავახაროთ. ნახე ნოე? რა ლამაზი ყვავილია. შეხედე? მოუწყვიტოთ? მოიცა. ეკლები ხო არა აქ შინ არ შეგერჭოს? არა. დედიკო, ნოე შენთვის რაღაც მოაქვს. არ ვიცი ნახავ. ყავას გვიკეთებ ნოე, მიდი ათქვიფე, მიდი ათქვიფე. ათქვიფე ნოე, ათქვიფე ნოე. მეგობრებო, სახლში რო ვიკეთებ ხოლმე ან კრეატინს, ან ბიფ პროტეინს და ესე რო თქვებ ხოლმე შეიქერს, ნუ ეკიდან მიეჩვია, რამდენი თვის იყო პირველ დრო დაიწყო. ძალიან პატარა იყო რა და სულ მეუნება ხოლმე რომ მივცე. ესე ათქვიფოს. კარგი ბიჭი ხარ, ოჯახ. გინე გავაგრძელა? მოდი ტაისონს ქვა გადავუყდოთ. მიდი გავაგრძელო და მე შევიდე. მიდი ტაისონ. ბოთლში ათქვეფილ ყავას სხვა მუღამი აქვს რა. ნინი დაგიტოვო დალევ კიდე? ცოტას ხო. მოსაღამოვდა. ამიტომ შვენიერი არ შეცვლიდა. მე ახლა ის მაინტერესებს ღამით როგორ მოისვენებს ნოემ. წესით კარგად მარტივად დავაძინებ რა. გაძინება არაზუსტ არ მიჭირს. ახლა ნოემიც რა უნდა ჭამო? მარწყვი. როგორ უყვარს. მე კიდე ჭიანჭველები არიან ბადრი. საძილეტომრები ისე დავდე მეგობრებო, რომ ელვას რომ გახსნი, ანუ ერთ მხარეს ექნება ორივეს ელვა. გადავშლით, შუაში პლედი დავაფინე, მაინც რომ მეტი კომფორტი იქონდეს ნოეს, საძილეტომრები შეერთდება, დამატებით პლედი გვაქვს წამოღებული და დედიკოს და მამიკოს შუაში ჩაწვება ნოე და ტაისონი. ახლა შეჭამს ნოე მარწყვს. ნოე მარწყვს მიირთმევს. მისვინე, აქ არის წვეტები, რაც საშიშია, იმ ხრივ რომ შეიძლება ხელი გაგეჭრას. აქ ხელს ავკიდებ ცოტა. ბადრი ტაისონს გახედა. სასაცილო. აბა, მიდი აბა. მიდი აბა. აბა. ბადრი ის ხელი არ მოკიდა. არა, ხო. აჰა. ოჩა.
როგორ მეხმარება ყველაფერში ეს რა მაგარი ბიჭი ყოფილა. მთელი დაინტრო გადადის. ეხლა ჩეხავდი კიდევ შეშას და ნუ 500-ზე და განაჯახი უნდა. ხო და ესე ყოველ წამოსვლაზე რო არ იყოს მე ნაჯახზე ანრიულებულ და რო არ ტიროდეს, ეგეთი იდეა მომივიდა. ხისგან გავუკეთებ. რავი. გვალი ის რო ჩავხერ ხო. ზურას ვეტყვი ნინი შეიძლება რამე მასალა კონდეს. ნაჯახს დავხატავ ზედ. ჩავთლი. ნაჯახის პირის ფორმას მივცემ. მე გზელ ტარს გავუკეთებ, მივაწევებ ეგრევე. ეგ არის. მიცემებას პირდაპირ ეგრე რო გამოჭრა. ანუ თლიანი გზელი მასალა თუ იქნება, კი პირდაპირ გამოჭრი და გავუკეთებ ნაჯახს წინ პირი რაც არის, ვითომ და პირი ხის. მაგას ყავისფრად შევუღებავ, ან შავად, რომ ნაჯახის თემა იყოს და სადმე ტყეში რო წამოვთხოვე, მივცემ, რომ დამშვიდდეს, თორე ძალიან უნდა და საშიშია ახლა, მით უმეტეს ეს ნაჯახი ძალიან ძიმი არის თავის ზომის კვალობაზე და შეიძლება ბავშვმა მოიტყოს, რა თქმა უნდა. ბავშვს ცივი იარაღები არ უნდა მისცე, სანამ არ ასწავლი მის გამოყენებას და ახლა ნუ ისეთ ასაკში ეგეთ რაღაცას ვერც ისწავლის ფიზიკურად. მე დიდი ბიჭი რო გახდება უფრო. ნაჯახიც ექნება თავისი, დანაც და ხერხიც. ისიც არა ამთლად კარგი რომ გარკვეულ ასაკამდეც კი რო უშლიან ხოლმე ხელი არ მოკიდო და რაღაც ეგრეს არ შეიძლება. ყველაფერი უნდა ასწავლო ბავშვობიდანვე, დანაც უნდა იცოდეს ნაჯახიც, ხერხიც და ყველაფერი. ოღონდ ის უნდა იცოდეს რომ რისთვის გამოიყენება, რომ სხვა ადამიანს ან სხვა არსებას არაფერი არ უნდა ავნოს, თვითონ ფრთხილად გამოიყენოს და კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენება, მაგალითად ნაჯახი შეშის დასაჩეხად, დანა საჭმლის გასაჭრელად, ჯოხის გასათრელად. თორე ისიც არაა ძალიან კაი, რომ ბავშვებს ძალიან რო უშლიან ხოლმე ყველაფერს ზედმეტად და მე არ ციციან არაფრის გამოყენება. არაფრის გამოყენება როცა არ იცის, შეიძლება უფრო ცუდი რამ გააკეთოს მაგით. და ვერც გამოიყენოს და არანინ. რამე იტყინოს. თორე მე ბავშვობიდანვე მქონდა დანასთან ურთიერთობა, აი სოფელში რო ჩავდიოდით ხოლმე ზაფხულში, სულ რაღაცებს თვლიდი ხოლმე და დანისთვის ცუდად არაზოს შემიხედავს, ცუდი განზრახვით. ჩემთვის დანა არის მეგობარივით რა. რა იყო ნინი? ზოგი დანას მაგალითად ცუდად უყურეს, ხო ხდები? ზოგისთვის დანა მარტო ის არის, რომ ვიღაცა დაჭრას. ნოე ბანანს მიირთმევს საღამოს ფაფის შემდეგ ზეც ჩასვლისაკენ წავიდა. იქით ნახეთ როგორი ფერადი გახდა უკვე. საკეთ. ნოე გრილდები? რომელი? აი ეს. ქვემოთ რო არის? ხო, გეგონა წყალში არის. ვიკენდ დავაფიქსირეთ კუნძული, იხვები, ცხენი და მარტორქა.
ცას ვაკვირდებით მეგობრებო, სხვადასხვა ფორმის ღრუბლები ხო არის და ნოეც აკვირდება მე. შეხედე ნოე, ის ღრუბელი რას გავშენია ზრით? ცხენის უკან რო არის, თუ ამგვანებ რამეს. მოდი ის გავიხადოთ და ნინი ნოეს ამზადებს. მეგობრებო, ახლა ნოე იწინებს. წეხლა მე და ნინი ერთად მოვთენთეთ. დილის წინ როცა ვეუბნები ხოლმე, მე რაღაც სიმღერა მაქვს დაწერილი. ჩვილობიდანვე იქიდან მაგას უმღერი ხოლმე, ახლა მოკლედ ძინავს. ნინი ცოტა ხანი კიდევ უმღერებს, გადააწვენს და გამოვა. დაიცინა. სანაც დაუდო. მეგობრებო, ნოემ დაიცინა. ძალიან მალე დაიცინა და რასე მალე სახლში წარიცინებს ხოლმე. მე და ნინი გარეთ ვართ, შეშა ბევრი გვაქვს, საჭმელიც გვაქვს მოსამზადებელი. სანამ ასე რო ვთქვათ, ცილის დრო მოვა გარეთ ვიქნებით. თან ცოტა აგრილდა ბადრის მოსაცმელი წამება დავიწყებია მე კი დავიწყები არც ვიფიქრია. მე გითხარი და შენ მე სხვა რაღაცას დაიწყე საუბარი. ცოტა ხმა და რო ვისაუბრებთ, მაგრამ მიკროფონების წესით ხმა კარგად იქნება. მაინც ნოე რო არ გავახვიცოთ. შეშას მივაყრი. დღეს მინიმალური ტემპერატურა იქნება მეგობრებო. -13. ვაიმე რა -13. დღეს მინიმალური იქნება, მოკლედ მეგობრებო, 13 გრადუსი ცელსიუსი. არ იქნება მოკლედ საოცარი სიცივე რა ვთქვათ რა. ნოე ძალიან თბილად არის. არის დარდოთ. -18 გრადუსია საძილე ტომარაშია, რაც არის უთბილესი, რასაც ქვია. ქვემოთ აქვს 2 ძირსაგები პარალონი, 2 პლედი. ცალკე ზემოდან 1 პლედი, მოკლედ ძალიან თბილად არის და მყუდროდ. სიცივე წამოვიდა უკვე. დანქარი წამოვარდა ერთ პერიოდი ხო შეწყდა ქარი და ახლა ისევ. ნინი ისეთ გემრიელ კარტოფილს შეგიწვა, გააფრენ. აუ ისე. შენ რო გააკეთე სახლში. ხო. რო გაგხსენებოდა ნიორიც და ნიორს დამწყნელსაც. მე ვიფიქრეთ და მოვიწყდა. მაგრამ ხახვი გვაქვს. ხახვი გავუკეთე. ხახვი. მეგობრებო, იმ დღეს სახლში კრიტიკი გავაკეთე. კუბიკები, ანუ გცელო, როგორც კარტოფილი ფრისავით დავჭერი. სუნელებში შევასავე, გავუკეთე ჰიმალაის მარილი, მექსიკური კარტოფილის სუნელი და პაპრიკა. გრილში შევწვი. გრილში ყველას ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ცხიმი არ უნდა და ბევრად ჩანსახი და სასარგებლო გამოდის. სანათია ეს დაჭდა რა არ დამიტენია საუკუნეა და რა მოვიფიქრო ჩემი ფანარი
შიგნი აქ ეს რაც სინათლეს ათიდებს ასე რომ ვთქვათ. ისევ ლამპა. ამით რო გადავხედე, გამდენის 5 თუ 6 საათიდან წერია წვიმა. როგორც თორემ 4 6 ეწერა. იმეთი არის წვიმებს რა მაინც დილას რო ადგები და ნივთები და რაღაც ბევრი რაღაც შესაბარგებელი რო გაქვს. ცალკე კარავი არ მინდა სველი ჩავკეცო. ამიტომ იმეც ვიტყვება არის წვიმებს. თუ იწვიმა კიდე არა უშუალოდ რა ზონა ისქნას. დილას რო ადგებით მაინც ნუ ესაჭმე უნდა გავუკეთოთ ისა ესა ჩვენთვისაც და ასად არ გვეჩქარება. კარგი ბიჭი. მომიფერიო თავი ამწყო. რა გადაგიგდო? ჯიჯი. მე და დაისონი ჯერ გარეთ ვართ. მინი დაწვა. იქნები 1.5 საათი სადღაც. თორმეტიც დაიწყო. მე შევა პირდაპირ დავწვევი და ვიცინებ. აბა ველიცინი მეკობრება. მეგობრებო 9:30 და გავიღვიძეთ. ჯერ ნუემ და დაისონმა და მე და ძიმიმ ძალით გავახვიჩე. ნოე. აუ მეგობრებო რა კაი დილაა თქვენ არიცით რა. გრილა. ჩიტების ხმა. ასე კარგად ტყეში არასდროს მძინებია რა. ჩემს ყოველ ადამიანებთან ერთად ცივია კაი ყოფილა ტყეში. ნუ ეს კიდე იცით რა ტყვილად ეძინა? ხამი იწვიმა. საკმაოდ მაგრად თან რო დაუშვა კარავზე იმხელა ხმა იყო და მაგაზე ესე თვალებს გაახელდა, გაიხედებოდა კარავში გამოიხედებოდა, დაიძინებდა ისე. ძალიან მოეწონა სხვათა შორის. ამ ძალიან კარგად ეძინა, ერთი არ გაუგვიწია ისე რომ გავეღვიძებინეთ დასაძინებლად და დრამე. აი იდეალურად ეძინა. ხო, მამიკო. რაზე მეძახი, გამოდი გელოდები? ნუ გუგულის ხმა გესმის? დილა ნუემ საქმით დაიწყო. მაგიდას წმენს. ნუ როგორი იყო წვიმაში ძილი მოგეწონა? ძალიან მაგარი იყო მეგობრებო მართლაც. მეგობრებო ჩავბარდით და დავიძარით საფრისაკენ. ძალიან კარგი იყო. წვიმენი ამინდია და ძალიან გაშავდა ცა და უჭუნი, მაგრამ დაუშვებდა და აზრი არ ქონდა იქ კიდე ცეცხლის დანთებას და საჭმლის მომზადებას. ძალიან დაგვისურვებოდა მე ყველაფერი და კიდე
აღარ ახლა სველის ჩარლოკება. ისედაც მაგიდა და კარავის სველი არის. მე მაგარი ცუდი სახში მიდიხარ, ამოიღეხე რა ახლა გააშრე. გითულებს ხამე საქმეს. მოკლედ მეგობრებო, ვისაც ეს ვიდეო მოგეწონათ, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ნინი შეასეთყვი. მადლობა რომ გიყურებთ. ძალიან კაი ხო იყო? იმედი მაქვს მოგეწონებათ. ხო ძალიან მოგეწონა. ძალიან კაი იყო. ნუ შენ რა სიტყვი? ის გამეხარდა, ნოიც რომ ძალიან კარგად იყო. კი, აი, იდეალურად იყო, რასაც ქვია, ხამით ისე კარგად ეძინა. ხამით თან სულ მოძრაობს ნოვე და ხანსად იწვა, აი ძალიან კარგად ეძინა რა. ძალიან სოციალური იყო, თვალებს გაახელდა, შემოხედავდა, გაიხელდა, აგეთი კი დადეკდა თავი და დაიძინებდა. ის მაგარი მომენტი იყო, ხოდა ვიდეოები არ გადამიღია. ტაისონით დაწოლილია ძინავს, ნუე მიუწვა ტაისონს, ფეხებს უქნევს ძილში, ძალიან მაგარი იყო. მოკლედ მეგობრებო, შევხვდებით სხვა დროს, სხვა ვიდეოდან. აბა მაგრად თქვენ უყურებდით ჩვენ სახს BBR Outdoors.